შანიდარის მღვიმის ბნელ სიღრმეში ერთი უძველესი ჭრილობა გვიყვება ისტორიას, რომელიც თითქოს არ უნდა გაგვეგო. ნეანდერტალელის ნეკნი, გამჭოლი. სამართებელივით ბასრი ქვით იყო დაზიანებული. ნახევარი მსოფლიოს იქით სხვა ნეანდერტალელის გატეხილი ქალა გვიჩვენებს პალეოლითური ცხოვრების სასტიკ რეალობას. იყო ეს ნადირობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევა, თუ რაღაც უფრო ბნელი მოვლენის მტკიცებულება. პასუხს გაიგებთ. ნეანდერტალელებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს მხეცები და ველური მტაცებლები წარმოადგენდა, თუ ერთმანეთი მიმართავდნენ ისინი საკუთარ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ სისხლიან კონფლიქტებში. თუ თავად გახდნენ კიდევ უფრო დიდი საფრთხის მსხვერპლი. დღეს ჩვენ განვიხილავთ ნეანდერტალელთა ცხოვრების შესახებ აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებებს და ავხსნით მათი სამყაროს ძალადობრივ სიმართლეს. დიდი ხნის განმავლობაში ისინი პრიმიტიულ მღვიმის ადამიანებად ითვლებოდნენ. თუმცა დღეს ვიცით, რომ ნეანდერტალელები ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, ქმნიდნენ რთულ იარაღებს და ხელოვნებასაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის ჰომო საპიენსის კატეგორიაში არ ერთიანდებიან, მათი ადამიანობა უდავოა და ადამიანური ბუნება ყოველთვის მოიცავდა სისასტიკესა და ძალადობას. უძველესი ბრძოლის ველებიდან დაწყებული მკვიდრ საზოგადოებებამდე, სადაც ადამიანები არიან, იქ სისხლის ღვაწაა. მაგრამ მართალი იყო ეს პრეისტორიაშიც. არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ძალადობა გაიზარდა მიწათმოქმედებისა და დამკვიდრებული ცხოვრების წესის გავრცელებასთან ერთად, რადგან აგრარულმა მეურნეობამ მოსახლეობის ზრდა, კონკურენცია, სიმდიდრე და ძალაუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერა. ამის საპირისპიროდ პალეოლითში მოსახლეობა უკიდურესად მცირე იყო. სავარაუდოდ, მთელ ევროპასა და აზიაში ნეანდერტალელთა რაოდენობა 1000-საც კი არ აღემატებოდა. მცირე რაოდენობა კონფლიქტების თავიდან არიდებას ამარტივებდა და თანამშრომლობას უფრო მომგებიანს ხდიდა. ჯგუფები სავარაუდოდ 20 ადამიანზე ნაკლებს მოიცავდა და მათგან ნახევარზე ნაკლები იყო სრულწლოვანი. რის გამოც ფართომასშტაბიანი ბრძოლები ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებები მაინც ხდებოდა, ყველაზე დიდ შემთხვევებშიც კი მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. ეს დასკვნები ეფუძნება 300-ზე მეტი ნეანდერტალელის ნაშთის კვლევას, რომელთა დიდ ნაწილზე ტრაუმული დაზიანებების კვალია აღმოჩენილი. მათგან დაახლოებით 74-დან 90%-ს ჰქონდა შეხორცებული მძიმე ტრავმები, ხოლო თითქმის 50%-ს სიცოცხლის განმავლობაში მძიმე დაზიანება ერთხელ მაინც გადაეტანა, რაც ხშირად დიდი ცხოველების ან მტაცებლების ნადირობას უკავშირდებოდა. თუმცა ამ ჭრილობების სიხშირე და განაწილება კიდევ ერთ შესაძლო მიზეზს მიანიშნებს ძალადობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ცხოველების მიერ მიყენებული დაზიანებების გარჩევა დარტყმებითა თუ იარაღით გამოწვეულისგან, ნათელი მტკიცებულებები აღმოჩენილია ზაგროსის მთებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში მდებარე შანიდარის მღვიმეში, სადაც ნეანდერტალელთა ნაშთებზე ადამიანების მიერ დამზადებული იარაღით მიყენებული ჭრილობებია დაფიქსირებული. შანიდარის მღვიმეში ნაპოვნია 9 ნეანდერტალელი, 7 ზრდასრული და 2 ჩვილი, რომელთაგან ზოგიერთი, როგორც ჩანს, შეგნებულად იყო დამარხული. ერთ-ერთი მათგანი, შანიდარ 3, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ნეკნის გამჭოლი დაზიანება აქვს, რომელიც აშკარად ქვის წვერიანი იარაღით არის მიყენებული. 1970 წლებში მისი აღმოჩენის შემდეგ შანიდარ 3 პალეოლითურ ეპოქაში ადამიანებს შორის ძალადობის შესახებ დებატების ცენტრალურ ფიგურად იქცა. 2008 წელს ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა კვლევამ დეტალურად შეისწავლა, როგორ შეიძლებოდა ეს დაზიანება წარმოქმნილიყო. კვლევარებმა აღადგინეს რეგიონში გავრცელებული ქვის წვერების 3 ტიპი: 2 დიდი ლევალუაზის ტიპის წვერი და 1 მუსტერიული ტიპის წვერი. დაზიანების ქვემოთ მიმართული კუთხე კი განზრახ თავდასხმაზე მიანიშნებს და არა შემთხვევითობაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი იარაღები ხშირად ანატომიურად თანამედროვე ადამიანებს უკავშირდება, ხოლო შანიდარ 3-ის ასაკი, დაახლოებით 45000 წელი, ემთხვევა პერიოდს, როცა ამ რეგიონში უკვე ცხოვრობდნენ თანამედროვე ადამიანები. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ შანიდარ 3 დაიჭრა შუბის სატყორცნით, რომელსაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანი იყენებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარაუდი დამაინტრიგებელია, მას სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ნეანდერტალელებს თავადაც შეეძლოთ ისეთი შუბების დამზადება და სროლა, რომლებიც მსგავს ჭრილობას გამოიწვევდა და დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ ვიტყვით დაზუსტებით, რომ საქმეში ჩვენი სახეობა იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების მიერ დამზადებული იარაღით მიყენებული პიროვნებათა შორისი ძალადობის ყველაზე ადრეული ცნობილი მტკიცებულება. მომდევნო 10,000 წლის განმავლობაში არ არსებობს მსგავსი მკაფიო მაგალითები,
რომლებიც აშკარად ადამიანის იარაღით გამოწვეულ დაზიანებებს აჩვენებს. ეს დაზიანებები შანიდარ ერთს მაშინ ჰქონდა მიღებული, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო და ამან მას მუდმივი შეზღუდვა დაუტოვა. მან სმენის დიდი ნაწილი დაკარგა, რადგან ძვლოვანმა წარმონაქმნებმა ხურის არხები ჩაუხშო. ხოლო ყველაზე თვალსაჩინო ფაქტი ისაა, რომ მას მარჯვენა წინამხარი აკრდა. სავარაუდოდ ამპუტირებული 50,000 წელზე მეტი ხნის წინ. იქნება ეს შემთხვევითი თუ განზრახ, ასეთი ტრავმა უკიდურესად მტკივნეული იქნებოდა და ის ფაქტი, რომ მან ამის შემდეგ წლების განმავლობაში შეძლო ცხოვრება, მართლაც გამორჩეულია. მისი პრობლემები ამით არ დასრულებულა. მას ჰქონდა მძიმე დაზიანებები მარჯვენა ფეხზე და მოტეხილი ტერფი, რომელიც შემდგომში შეხორცდა. ხშირად მოხავთ ნეანდერტალთა თანაგზნობის მაგალითად, რადგან მისი გადარჩენა ჯგუფის მხრიდან ხანგრძლივ ზრუნვაზე მიუთითებს. თუმცა მისი ტრავმების გამომწვევი მიზეზი იშვიათად განიხილება. ისინი შესაძლოა ძალადობრივი შეტაკებების შედეგი ყოფილიყო. კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებებმა და კომპიუტერულად დამუშავებულმა რეკონსტრუქციამ გამოავლინა თავის ქალის გუმბათზე შეხორცებული მოტეხილობა, რომლის სიგანე დაახლოებით 6 სანტიმეტრი იყო. ეს კვალი ბასრი საგნით ძლიერი დარტყმით იყო გამოწვეული, ხოლო თანამედროვე ადამიანებში მსგავსი ტრავმების შედარება აჩვენებს, რომ დაზიანება შემთხვევითი არ ყოფილა. ჭრილობა დიდი ალბათობით იარაღით არის მიყენებული, თუმცა მისი ზუსტი ტიპი უცნობია. შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო ბლაგვი იარაღი, მაგალითად ხის ჯოხი ან სატყორცნი ჯოხი, რომლებიც ხშირად ილესებოდა და ძვლის გახვრეტად შეეძლო. ერთი ძლიერი დარტყმაც კი შესაძლოა მომაგდინებელი ყოფილიყო. შატელპერონული კულტურა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შესაძლოა წარმოადგენდეს გარდამავალ ქვის იარაღთა კულტურას ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენს შორის. და ასახავდეს იმას, რომ ნეანდერტალელები შემოსული საპიენსისგან ტექნოლოგიას ითვისებდნენ. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული დაზიანება ჰომო საპიენსის მიერ იყოს მიყენებული. თუმცა ეს მოსაზრება ჯერჯერობით ჰიპოთეზად რჩება. ნაჩქარევი დასკვნების ნაცვლად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ მოხდა ეს ჭრილობა. თავის ქალის დაზიანება შეიძლება ყოფილიყო შიდაჯგუფური, ჯგუფთა შორისი, ან თუნდაც სახეობათა შორისი კონფლიქტის შედეგი. ყველაზე სავარაუდო ახსნა შიდაჯგუფური ძალადობაა, რადგან სოციალური სახეობების უმეტესობაში კონფლიქტები სწორედ ჯგუფის შიგნით ხდება. მშობლიურ ძალადობის, პარტნიორებზე კონკურენციის ან პირადი მტრობის გამო. ასეთი ძალადობა შეიძლება ყოფილიყო სპონტანურიც და წინასწარ დაგეგმილიც. იარაღების გამოყენებამ აგრესია გაცილებით უფრო სახიფათო გახადა. ეს ინდივიდი სავარაუდოდ ძლიერ სისხლდენას განიცდიდა. შესაძლოა გონებაც გაეკარგა და ტვინის დაზიანებაც მიიღო. მისი გადარჩენა მიუთითებს, რომ ჯგუფის წევრები ალბათ ჩაერივნენ, ჩხუბი შეაჩერეს და მოგვიანებით მასზე ზრუნავდნენ. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ ეს დაზიანება იმავე ჯგუფის სხვა მამაკაცმა მიაყენა. თუმცა, ჯგუფებს შორის ძალადობის შესაძლებლობაც არ გამოიიწყება. უკიდურესად დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვის პირობებში თავიდან არიდება როგორც წესის საუკეთესო სტრატეგია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი გარემოებები უცნობად რჩება, ცხადია, რომ ნეანდერტალელები იარაღზე დაფუძნებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ. და თუ ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ნეანდერტალელების როგორც სასტიკი არსებების სტერეოტიპს, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ძალადობა ღრმად ადამიანურია. პიროვნებათა შორისი ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული ინდუსტრიულ ამდელ საზოგადოებებში. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ძალადობრიოები იყვნენ ნეანდერტალელები, კვლევრებმა ისინი შეადარეს ზემო პალეოლითის თანამედროვე ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ ჩაანაცვლეს ისინი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 2018 წლის კვლევამ გაანალიზა ნეანდერტალელების თავისქალა სახის ტრავმები და მასთან დაკავშირებული მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი დაზიანება შესაძლოა დიდი ნადავლის ან ტაცებლების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული, ისინი მაინც ასახავენ იმ საფრთხეებს, რომელშიც ცხოვრება უწევდათ. კვლევამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელებსა და ადრეულ ზემო პალეოლითის თანამედროვე ადამიანებს თავისქალის ტრავმების საერთო სიხშირე მსგავსი ჰქონდათ, ხოლო ორივე ჯგუფში დაზიანებები მამაკაცებში უფრო ხშირად ფიქსირდებოდა. თუმცა დაზიანებების დროისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ნიმუშები განსხვავდებოდა. ნეანდერტალელებში ახალგაზრდა ასაკში მიღებული ტრავმების გავრცელება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო, მაშინ როცა თანამედროვე ადამიანებში ტრავმების სიხშირე ასაკობრივ ჯგუფებს შორის შედარებით თანაბარი იყო. ნეანდერტალელები, რომლებიც ახალგაზრდობაში იღებდნენ დაზიანებებს, უფრო ხშირადაც იღუპებოდნენ ადრეულ ასაკში, რაც ეწინააღმდეგება მოსაზრებას, თითქოს ისინი ნელ-ნელა აგროვებდნენ ტრავმებს, ხანგრძლივი და მუდმივად სახიფათო ცხოვრების განმავლობაში. ახალგაზრდა მამაკაცები უკიდურესად სახიფათო ცხოვრებას ეწეოდნენ
და ისინი, ვინც ერთხელ მაინც დაშავდა, დიდი ალბათობით კვლავ დაშავდებოდა ან დაიღუპებოდა. თუმცა ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანებზე უფრო ხშირად არ ზიანდებოდნენ. ორივე სახეობა, განსაკუთრებით მამაკაცები, ძალიან მაღალი რისკის პირობებში ცხოვრობდა. დღემდე გაურკვეველია, რატომ იღებდნენ ნეანდერტალელები ასე ხშირად დაზიანებებს ახალგაზრდობაში. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო მამაკაცებს შორის კონფლიქტებთან ან სარისკო ნადირობასთან, რომლითაც ისინი საკუთარი ძალისა და ღირებულების დამტკიცებას ცდილობდნენ. თუმცა ნეანდერტალელებმა ტრაუმებზე მეტი რამ დაგვიტოვეს. მათ ქცევაში ჩანს საზოგადოების, თანამშრომლობისა და გამძლეობის ნიშნები. ისინი არც უგუნური ბრიყვები იყვნენ და არც მშვიდობიანი შემგროვებლები. ისინი ადამიანები იყვნენ, თანამგზნობი, თანამშრომლობის უნარისმქონობის უნარისმქონე და ძალადობრივი კონფლიქტისკენაც მიდრეკილნი. უნდა მოვერიდოთ მარტივი ნარატივების თავსმოხვევას, თითქოს Homo sapiens-მა ძალით დაიფხრო ეს შორეული წარსული. რეალობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. ნეანდერტალელები ჩვენნაირი არასრულყოფილი არსებები იყვნენ. და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ისინი ზოგჯერ იარაღსაც იყენებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. ყველაზე დამაჯერებელია ის, რომ დაშავებულ ნეანდერტალელებზე მათი ჯგუფი ზრუნავდა. სასტიკ სამყაროშიც კი თანაგრძნობა არ დამქრალ.